პირველი ყველაზე გავრცელებული ალბათ და გაუცნობიერებელი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ნებისმიერ ურთიერთობაში. პარტნიორულში, მეგობრულში, სამსახურეობრივში თუ სხვა. რა არის ეს შეცდომა? შეცდომა არის ეს შეცდომა, რასაც დღეს აღწერ, არის გაუცნობიერებელი. არ არის ადამიანი ალბათ თითქმის არავინ, ვინც აი რაღაც ცნობიერად, გადაწყვეტილებით, თავისი ნებელობით აი ამ შეცდომას დაუშვებდა. ასეთი ადამიანი ვფიქრობ არ დადის დედამიწის ზურგზე. და ზუსტად ამიტომაც ეს შეცდომა ურთიერთობებში გვევლინება ძალიან ხშირად. ალბათ პირველი ადგილი უჭირავს, რაიმე ოფიციალურ სტატისტიკას არ ვიცნობ, მაგრამ აი იმდენად ხშირია და წყვილების თერაპიაზეც ვინც მუშაობს, წყვილებიც როდესაც მოდიან, იმდენად ეს საკითხი პრევალირებს და ბევრი ჩემი კოლეგისგანაც მომისმენია, რომ აი ეს ინტუიციით ვარქმევ ახლა, რომ ყველაზე გავრცელებულია ეს შეცდომა ხოლმე ურთიერთობებში. როგორც წყვილის, ისე მეგობრულ, დედაშვილურ, მამაშვილ, რაც გნებავთ. ნებისმიერ ურთიერთობაში აი ეს საკითხი, რასაც ეხლა დავასახელებ, არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად ცნობიერდება და რაც ესე გაუცნობიერებლად ყველაზე ალბათ ერთ-ერთი დიდი ნეგატიური გავლენის მომხდენია ურთიერთობებზე. და ეს არის არაჩვეულებრივად აღწერილი და დაჭერილი ერიკ ბერნის მიერ მის ტრანზაქციულ ანალიზში, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მართალია გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ვარ, მე არ ვარ ფსიქოანალიტიკოსი, თუმცა ძალიან მაინტერესებს და მიყვარს მე ფსიქოანალიზი. ვფიქრობ, რომ საფუძველია სხვა თერაპიული სკოლების ერთ-ერთი წყაროა და ვეცნობი ხოლმე და ახლოს მაქვს დაკვირვება, ასე ვთქვათ, და მათ შორის ერთ-ერთი მართლა გამორჩეული და ძალიან პრაქტიკული არის ერიკ ბერნი და მისი ტრანზაქციული ანალიზი. და ეხლა რა არის ეს? ერთ წამი ინტერნეტს გავასწორებ. ტრადიციულად ინტერნეტი ხომ უნდა გავასწორო, ხო და მოკეთ რა არის აი მარტივად რო თქვა ეხლა ადამიანურ ენაზე. ეს არის ტყუანისა და მართლის ძიება ურთიერთობაში. ამაზე ანეკდოტებიც კი არის დაწერილი. მოლა ნასრედინთან რომ მიდის ცოლ-ქმარი და მოლა არჩევს ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი, თუ იცით ეგ ანეკდოტი. ხო და ცოლი მოყვება თავისას, მერე ქმარი მოყვება თავისას და აბა ვინ არის ჩვენ შორის მართალი, მოლა გითხარიო და მოლამ უთხრა რომ არ ვიცი, არც ერთი ვიცი ვინ არის მართალი და არც მეორეო, მაგრამ აი ეს არის მტყვანი და ასე შემდეგ ყველა ურთიერთობაში არის დიდი დაძაბულობის შემომტანი და ამავდროულად ეს არის ფსიქოლოგიური თამაშის ფორმა, რომელსაც პრინციპში რეალობიდან გაყავს ადამიანები და ეს რეალობა, რაც მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინონ ურთიერთობებში და ეს საქციელი ან ურთიერთობის ფორმა, ან რაიმე ქმედება ზოგჯერ არის ის, რაც ურთიერთობას დაანგრევს, გააჩერებს, გააფუჭებს და ასე შემდეგ. უბრალოდ რეალობიდან გასვლაში გულისხმობ იმას, რომ შეიძლება შესაძლოა წყვილმა გაუცნობიერებლად ფსიქოლოგი აირჩიოს ამ საქმისთვის, რომ აი ეს მესამე პირი იქნება და ეს გაარჩევს ჩვენ შორის ტყუანსა და მართალს, ან ფსიქიატრი, ან ნევროპათოლოგი, ვინც გნებავთ. ვიღაცა მესამე პირი, მოძღვარი, მღვდელი და მინდა გითხრათ, რომ თვითონ აი ეს მოთხოვნილება საკმაოდ უკვე მიანიშნებს, რომ თამაში გვაქვს არაცნობიერ საქმე გვაქვს არაცნობიერ თამაშთან. მიმდინარეობს თამაში. და აი რატო ვიცით, რომ მიმდინარეობს თამაში? ეხავე გეტყვით. რეალობას ახასიათებს ხოლმე გადაწყვეტა. ყველა საკითხი იწყება, ვითარდება და სრულდება. კონტაქტი იწყება, ვითარდება და სრულდება. ციკლურია კონტაქტი კი, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა კონტაქტი სრულდება, იმიტომ რომ ადამიანი მოკვდავია. და თუ სიკვდილი არ დააშორებს ადამიანებს, მაშინ შეიძლება ცხოვრების მანძილზე უბრალოდ მათი ურთიერთობა დასრულდეს. საკვებიც იწყება შიმშილი, მერე ღეჭვა, გადაყლაპვა, მონელება და ის დასრულდება. ისევ გამოიყოფა რაღაცა, რაღაც ნაწილი შეიწოვება, მორჩა. ანუ ყველაფერს აქვს დასაწყისი ამ სამყაროში, განვითარება და დასასრული. ეს არის სამყაროს კანონი, აი ფუნდამენტური და ასევე არის
ფსიქიკური თემები. და ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ რაიმე ფსიქიკური თემა ტრიალებს და დასასრულს ვერ პოულობს, უკვე ვიცით, რომ არის არაცნობიერი რაღაცა შინაარსი, რომელიც შესაძლოა რაღაცას ემსახურება, რაღაცა წონასწორობის აღდგენას და საერთოდაც ერიკ ბერნს პირდაპირ უწერია, რას ემსახურება ეს თამაშები. თამაშები წარმოიქმნება ადამიანების კონტაქტის ველში მაშინ, როდესაც ისინი ვეღარ ახერხებენ კონტაქტს. როდესაც მათ შორის რაღაცა დაცვის მექანიზმი ისე გააქტიურდება, რომ ის ავთენტური, ის ბუნებრივი, ის ურთიერთობის საფუძველი ვთვლათ, რატო ვართ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში, ხო? გაცვლა მიდის. აქ მიდის გაცვლა. რაღაცამ ჩემგან გადის და იღებს მეორე ადამიანი, ის მეორე ადამიანი რაღაცას გასცემს და მე ვიღებ. ასევე მე სიამოვნებს როგორც მიღება და მჭირდება, როგორც მიღება, ისე მჭირდება და სიამოვნებს გაცემა. ეს არის ცოცხალმყოფელობის ასე ვთქვათ, პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი ორგანიზმი, ხეც კი ასეა და ამებაც ასეა და საერთოდ სიცოცხლის ნიშანია ეს გაცვლა ინფორმაციის, ხო? რომ დავიყვანო ეხა ტერმინოლოგიაზე. ნახე რაღაცა სიახლე გავიგე ახლა მე, ან რაღაცა დავაკვირდი, თუნდაც ამ ლაივის წინ რაღაცები ვიფიქრე, გავაცნობიერე და უცებ მომივიდა ინსაიტი, რომ თქვენ გაგიზიაროთ, ეხლა გიყვებით. მერე თქვენ იქ შეიძლება კითხვა დამისვათ. აქაც გამუდმებით, ანუ ერიკ ბერნს რო ჩვენ დაუჯეროთ და ალბათ ღირს რო დაუჯეროთ, იმიტომ რომ რეალობის აღწერაა ეს. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ტრანზაქციებში. ოღონდ ტრანზაქციები არის ორგვარი. ერთი არის ისეთი, რომელიც აი ახლა აღწერე, ჯანსაღი და ჯამრთელი, სადაც ორგანიზმი როგორც მიიღებს, ისე გასცემს ინფორმაციას, ენერგიას, სითბოს, ბრაზს, რაც გნებავთ. სიახლეს რა, აი, რომ შევაჯამო ეს ყველაფერი არის, რომ სიახლის მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, როგორც მიღების და ისე გაცემის მოთხოვნილება აქვს გარეთ, რომ მიიღო რაღაცა სიახლე, მე უნდა რომ გადააზიაროს ეს, ხო? ხო და ეს პროცესი დაირღვა რაღაც მომენტში, სხვადასხვა დაცვის მექანიზმებით, ნევროტული რაღაცა მტკივნეული გამოცდილებებით, შეიძლება გარემო არ უწყობს ხელს, შეიძლებაო ისე ვამბობ, გეგონება ოდესმე უწყობს. თითქმის 90% შემთხვევაში გარემო ხელს უშლის ადამიანების ურთიერთობას. შემოჭრილია ადამიანების კონტაქტში და კომუნიკაციაში. შემოჭრილია ძალიან ბევრნაირად, იდეოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად არის შემოჭრილი, არ ვიცი, ჩასახლებულია ვიღაცა შეიძლება წყვილთან სახლში, ან შეიძლება მეგობრები არიან და ვიღაცას არ მოწონს ამათი მეგობრობა და ჩარეულია აქ, არ ვიცი, მშობელია თუ მეზობელია, 1000-ნაირი ჩარევა არის. ან შეიძლება საერთოდ ტელევიზიით რაღაცა ითქვა და შემოიჭრა ინფორმაცია ოჯახში და მიდის ახლა ამაზე კამათი, ხო? მარცხნივ წავიდეთ თუ მარჯვნივ და ძალიან ბევრი რაღაცა უშლის მოკლედ ხელს, რომ ადამიანებმა ის ჯანსაღი კონტაქტი აწარმოონ. და როდესაც წვილი, ძირითადად წყვილებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ ძალიან ხშირია ეს სასამართლოს თამაში. და როდესაც წვილი რაღაცნაირად გადის აი ამ კონტაქტის ციკლიდან, ისინი აუცილებლად შედიან რაღაცა სხვა ვითარებაში და სხვა ამბავში. შეუძლებელია ისე, მაშინ გამოვიდოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ კონტაქტში, ეს არ შეგვიძლია. ან ვართ ცნობიერ, ჯანსაღ და აი ესეთ ჯანმრთელ გაცვლით, ბუნებრივ კონტაქტში და თუ ეს კონტაქტი აღარ არის და რაღაცამ ჩახსნა, არ ვიცი, გამოწვევა მოვიდა ცხოვრებაში, ტკივილი მიადგა ვიღაცას, შეიძლება რაღაცა ტრავმა არის ბავშვობის, რომელიც ახლა ამოტივტივდა. შესაძლოა სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, აგონებს ერთ-ერთს ბავშვობის სახლს, ისე რომ ეს არც გაუცნობიერებია და ეხლა შესაძლოა თავის პარტნიორის და ქმრის და შეყვარებულის მაგივრად ან ცოლის ხედავს დედას, მამას, ბებიას და ეს მოგონებები სადღაცა უკან გაუცნობიერებლად ზემოქმედებენ ამ ადამიანზე და პირობითად ყვირის და ასე შემდეგ. ანუ იმდენი რამ შეიძლება რომ იხარშებოდეს ამ ქვაბში ვერც წარმოიდგენთ. მაგრამ თავარი რა არის, როგორც კი ის რაც აღწერე, ის ჩაიხსნება, რაღაც დოზითაც კი რო ჩაიხსნება. ეგრევე წამოვა იმისი ჩამნაცვლებელი ნევროტული კონტაქტის მცდელობა. და მინდა გითხრათ, რომ ბერნი როცა ამას არქმევს თამაშს, ფსიქოლოგიურ თამაშს, აი ამ სასამართლო ქვია. სასამართლო გარჩევა ცოლ-ქმარს შორის, ვინ არის მტყუანი, ვინ არის მართალი, ამის ირკვევა დაუსრულებელი, ხო? კი თამაშს ვარქმევ, ამბობს ერიკ ბერნი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აქ ცოტა ირონია ჩავდე და თან ძალიან მტკივნეულ პროცესზე მაქვს საუბარი, რეალურად დრამატულია.
არ არის ეს რაღაც სახუმარო თამაში, ეს არის საკმაოდ დრამატული თამაში. ტკივილმა წარმოქმნა ეს თამაში, რაც კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანები და შინაგანი ბავშვი რო ლაღად და კარგად გრძნობს თავს და შინაგანი მშობელი რომ ზრუნველია, ჩვენ რო ერთმანეთს კაფეო მზერით უყურებთ, უსმენთ, ამ დროს ეს არ წარმოიქმნება. ეს თამაში იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებში რაღაცა სირთულე მოვიდა, რაღაცა გამოწვევა მოვიდა და დაიწყება ეს სასამართლოს თამაში. არ ცნობიერდება რომ თამაშია და ეხლა ამ წამს დაგიმტკიცებთ რატო არის თამაში. თუ ვინმე დამნაშავეა და მეორე მხარისთვის ეს მიუღებელია, მაშინ გაანებე თავი ურთიერთობას, ნახე? მარტივია, ხო? მაგრამ რაღაცაად ისე ხდება, რომ ურთიერთობა გრძელდება, ესე იგი მთლად მიუღებელი არ ყოფილა, ხო? ოკეი ხარ, ან აპატიე, ან არ ვიცი, რაღაცა გააკეთე იმისთვის, რომ ურთიერთობა განაგრძე. მაგრამ თან ვერ აპატიე, ვერ განაგრძე, ვერ გადახვედი სხვა თემაზე, ჩარჩინა, ხე? იმ წრეში ტრიალებ, ხა, რომ ეს რო იყო, ის რო იყო და ეს ანუ ამ რა ქვია ტრანზაქციამ სასამართლოს თამაშმა ჩაანაცვლა ნამდვილი კონტაქტი, რომელიც ბექგრაუნდში გადავიდა, ხო? ერთის მხრივ ეს არის ძალიან კარგი ექშენის, ასე ვთქვათ, გამომწვევი თემა და ამას აქვს ორი ბენეფიტი, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბენეფიტის გარეშე არაფერი არ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი ფსიქიკა გამუდმებით ეძებს სარგებელს, იქნება ეს ნამდვილი სარგებელი, ანუ კონტაქტი ჩემს წყვილთან, თუ მეორადი სარგებელი, სადაც უკონტაქტობაში ვარ, მაგრამ რაღაც კომპენსაციებს ვიღებ, მაგალითად სასამართლოს თამაშის დროს ორივე მხარე აუცილებლად ჩართულია და ყურადღებას აქცევს ერთმანეთს. თუ იქამდე დაცვის მექანიზმებში ისე იყვნენ, რომ უყურადღებოთ იყვნენ მოწყვეტილები, ეხლა ყურადღება ერთმანეთზეა მიმართული. აბა სცადე და დააიგნორე ადამიანი, როცა ის გადანაშაულებს, ან როდესაც შენ ადანაშაულებ მას. აბა დააიგნორე, ეს არ გამოდის, ნახე, ანუ ცდელობა არის ნევროტული, მაგრამ ძალიან ჯანსაღი რამის, რომ დამინახე, მომისმინე. ეს ნახე, კონტაქტის ცდელობა არის, ძალიან მკაფიო. ეხლა მეორე. აბა სცადე და იყავი გულგრილი, როდესაც ადამიანი ან გადანაშაულებს, ან შენ ადანაშაულებ. ესე იგი, რა გამოვიდა, რომ ჩვენ არაცნობიერად ამ თამაშის დროს ზუსტად იმას ვითხოვთ, რაც დააკლდა ურთიერთობას, დააკლდა მოსმენა, დააკლდა ყურადღება, დააკლდა ემოცია. ხო? ჩაიხსნა რაღაცა დაცვის მექანიზმით, წავიდა იგნორირება, ხო? ამიტომ და იმიტომ. შეიძლება ტრავმაში წავედი, შეიძლება რაღაც მოხდა, შეიძლება სახლი არ ვარგა, შეიძლება მეზობელთან რაღაც მოხდა, არ ვიცი, 1000 რამე და გამოვედი კონტაქტიდან, ხო? ეხლა არაცნობიერად ვეცდები კონტაქტში დაბრუნებას, მაგრამ არ კვარა, არაცნობიერი კონტაქტის სურვილი. თუ ცნობიერება და არაცნობიერი ერთ ხაზზე არ დაალაგდა, არ კმარა ინტუიცია და ამიტომაც აი ეს დამახინჯებული სახით ამოდის ეს ინსტინქტი და ეს სურვილი, ძალიან დიდი დრაივი აქვს. თუ გინახავთ ცოლქმრის სასამართლო პროცესი, რამხელა შეიძლება იყოს, შეიძლება 10 წელი გაგრძელდეს და 20 წელი გაგრძელდეს, ან მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, იმიტომ რომ ლიბიდოზე ზის პირდაპირ. ძალიან დიდი დრაივი აქვს. ეს არის ნამდვილი კონტაქტის სურვილი ორ ადამიანს შორის, ვინც ერთმანეთს ფაქტია, რომ შეხვდა, თორე ცოლქმარი ვერ გახდებოდნენ ისინი. სადღაცა შეხვდნენ ძალიან ღრმად. არაცნობიერ დონეზე დაკავშირდნენ ერთმანეთს, გახდნენ ცოლქმარი და ეხლა თუ არ გაცნობიერდა რა მომენტში ჩახსნილია ავთენტური და ჯანმრთელი კონტაქტი, ის არაცნობიერი ინტუიცია თუ რაც გნებათ ინსტინქტი დაარქვით, ის ეცდება, რომ ბიძგი მისცეს კონტაქტის აღდგენას. ყურადღება იყოს, მოსმენა იყოს, დანახვა იყოს ერთმანეთის, გაგება იყოს, შეიძლება ასევე სითბო აკლია ურთიერთობას და სითბო აღდგეს, იმიტომ რომ ჩხუბი, მეგობრებო, არის თბილი მოვლენა. კამათი და ჩხუბი სითბოა, ნახე, გულგრილობა არ არის მან, სიცივე არ არის. მართალია მძიმეა და ძალიან ტრაგიკული ზოგჯერ და ჩხუბი და კამათი სად გადაიზრდება ღმერთმა უწყის, ხო? მით უმეტეს როცა ჯერ დაცვის მექანიზმით შეკავდა და მე ერთიანად ამოიფრქვა და მიიღო მახინჯი სახეები, აი როგორც მაგალითად სასამართლო, კიდე არის ხსნელი და მსხვერპლი და ესა რა ქვია, ჯალათი, სამკუთხედია მაგ შემთხვევაში და ამაზე დადის ზოგჯერ ცოლქმარი. აი ესეთ როგორ გითხრათ, თამაშებს იფიქრებს ფსიქიკა, იმიტომ რომ პირდაპირი ფორმით ვერ ამოდის მოთხოვნილება და გამრუდდება და რაღაცნაირი ნევროტული თამაშების სახეს იღებს და
ეს თამაშები ხასიათდება რითი. პირველი გადაწყვეტა არა აქვს, ანუ ღია გეშტალტია, გეშტალტის ენაზე რო გითხრათ, არ იხურება, ვერ დაიხურება, იმიტომ რომ იმისათვის რომ მე მაგალითად შიფშილი მოვიკლა, საჭმელი უნდა ვჭამო და თუ წყალს ვსვამ ნევროტულად, ხო, ამითი შიმშილს ვერ მოვიკლავ, ხო? არ დაიხურება ეს ჩემი საკითხი და იქაც ვინაიდან პირველადი ავთენტური სურვილი არ იქნა გამოხატული და მოქმედებაში მოყვანილი და კონტაქტის ნამდვილი იმპულსი არ არის გაცნობიერებული და მხოლოდ ინსტინქტურ და ინტუიტიურ დონეზეა. ამიტომაც მასზე კი არ ხდება პასუხის გაცემა ქცევით. არამედ რაღაცა ნევროტულად იპარება ეს შინაარსი და შესაბამისად ვერ დაიხურება. ანუ არ მაწვდის, აი რო წარმოიდგინოთ, რომ რაღაც ნეირონული ბმა დაირღვეს და იქ უჭიდა რომ შიმშილის გზნობა ამოდის, წყურვილად თარგმნოს ტვინმა და სვავ ეხლა ამ წყალს, მაგრამ ის არ იხსნება ის შიმშილის განცდა და ვერც ვიტამინები შემოდის, იმიტომ რომ არ ამოუშვია ნახე ფსიქიკას, ამ შემთხვევაში ნეირონული დარღვევის გამო, არ ამოუშვია ნამდვილი ინფორმაცია ზევით, რომ გაცნობიერდეს ეს. და ასევე დაცვის მექანიზმები იცავენ ჩვენს ცნობიერებას, რომ ის არაცნობიერი ნამდვილი სურვილები არ გაცნობიერდეს, არ ამოვიდეს ზედაპირზე. თან ცოტა პარადოქსია, ხო? აი რა არის ამაში ცუდი გასაცნობიერებელი, რომ თქვა ჩემი მეუღლისგან მინდა სითბო. ან ჩემი შეყვარებულისგან მინდა ყურადღება. აი რა არის ამაში დასაბლოკი, ხო? მაგრამ ეხლა გეტყვით რა არის დასაბლოკი. აი ამ წამს ძალიან ადვილია ერთ-ერთი ვერსია ეგრევე მომივიდა. თუ ეხლა მე ვცხოვრობ ისე, რომ ერთად გადავედით პირობითად, ეს უკვე ვიცით, რომ სტრესია. საცხოვრებელი შეიცვალა, დავისტრესე. ერთად ცხოვრება მე მაგონებს პირობითად, წარმოვიდგინოთ, რაღაცა მოძალადეობრივ გარემოს, სადაც ვესწრებოდი ჩემი მშობლების ჩხუბს. ეს მეორე. და ჩემი ფსიქიკა, რა თქმა უნდა, არ შეეცდება ეხლა არანაირად, რომ ეს გაიხსენოს მართლა. ის ეცდება, რომ ეს არაფერ შუაში არ არის, მე ახალი მეუღლე, ანუ ის მყავს ახალი გარემოა, ეს ახალი სახლია, მეუღლე მყავს ახალი ცხოვრება მაქვს, ის არაფერ კავშირში არ არის, ესე იქნება რა, ნახე უარყოფაში ვარ. და უარყოფაში რო წავედი და ეს რო გამდევნე ეს ჩემი წარსული გამოცდილება, ის მოცემული არის კიდევ უფრო აქტიურად სადღაცა უკან ესე და ეხლა რა გავლენა არის. თქვათ ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ არის ჭიქა მომაწოდე რა. რას მეუფროსები? ნახე? იმიტომ რომ ვერც გავაცნობიერე, რომ მე ვიღაცა მეუფროსებოდა, იქ უკვე ჩემი ტრავმა მახსენებს ეხა თავს, მაგრამ თან ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ ეს ჩემი ტრავმა ხო აქ არაფერ შუაშია, ცნობიერად ვიცი ეს, მაგრამ გამახსენა ეხა ჩემმა ტრავმამ თავი და მივატყორცნე ეხა ჩემ მეუღლეს და ეს უთხარი და ვინ გეუფროსება, კაცო, შენ გიჟი ხო არა ხარ, რანაირად მელაპარაკები და წავიდა ეს ამბავი, აი, მატარებელი შეგიძლია ხელი დაუქნიო. და სამწუხაროა, რომ ესეთ მარტივ, ძალიან პატარა შეცდომას უშვებს ზოგჯერ ჩვენი ცნობიერება და ამაზე მერე შესაძლოა აიგოს ძალიან დიდი ქიმერები, ძალიან დიდი პრობლემები, ურთიერთობას წარმოექმნას ესეთი გამოწვევები. რეალურად მერე წავა მტკვარ-მართალის გარჩევა და ეს არ ვიცი მეუღლე რომელმაც უთხრა ჭიქა მომაწოდეო, ის დარწმუნებულია რომ მართალია. და თუ ფსიქოთერაპევტი წამოეგო ამ ყველაფერს, შევა იმანაც იფიქროს, რომ მართალია ეს კაცი ან ქალი. სადღაცა ერთი შეხედვით მართალია, ხო? იმიტომ რომ არაფერ შუაში უბრალოდ ჭიქა მომაწოდეო უთხრა, მაგრამ მეორეს მხრივ. ნახეთ, ეს არის მთელი ურთიერთობის ხელოვანება და ემოციური ინტელექტის ქონა. რომ ნახე რა მოხდა ამან რომ ესროლა. რომ რას მეუფროსები, იმასაც მოხდა. და თუ ის კავშირში იქნება, ვთქვათ, ამ დროს თავის მეუღლესთან ან კონტაქტთან, შეყვარებულთან, ვინც გინდა ის იყოს, ხო? კითხვა ხო გაჩნდება, რომ რა მოხდა? ესე რომ მეუბნები და ემპათია, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ცნობის მოყარეობა მიჩნდება. ნახე? და ეს არის ზრუნვის ნაწილი. და არა ის, რომ მეც მომხდა. იმიტომ რომ იმან რომ დამიპროეცირა, მეც ვაპროეცირებ, ეხლა რომ მე კიდე უსამართლოდ მადანაშაულებდნენ ბავშვობაში, როცა არაფერი გამიკეთებია, შენ ვიღაც მოდიოდა და манипуляციის გზით ჩემზე მადანაშაულებდა, რომ არც კი გცხვენია როგორ მოიქეცი და საშინელი უსამართლობის განცდა დამეუფლა აქ, ეხლა მეუღლემ რომ ეს მითხრა, ძალიან დიდი უსამართლობის განცდა მოვიდა რა. ბევრად დიდი ვიდრე ის ფრაზა გამოიწვევდა, მე რო არ მქონდეს, ჩემივე წარსული გამოცდილებები, რომელიც ხურჯინივით არის წამოკიდებული. და ესეთი წარსული გამოცდილებები, რომ ადამიანებს არ ქონდეთ, კი ბატონო შესაძლებელია. ოღონდ ეს არის თეორია. პრაქტიკაში ალბათ შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს და ამიტომაც ფრიც პერლსი ძალიან მარტივად ამბობს, რომ თერაპია რომ მარტო პრობლემებისთვის იყოს შენახული, ეს დასანანია.
ღირს რომ სანამ პრობლემები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით წარმოიქმნება, იქამდე გაცნობიერდეს რაღაცეები და იქამდე აღდგეს კავშირი არაცნობიერსა და ცნობიერს შორის. იმიტომ რომ აი ესეთი რამე თუ მოხდება, ხო? ამ ჭიქის ეპიზოდზე იცით რა მოხდება? ეს პირველი ტრანზაქცია შეიძლება შესდგეს, მაგრამ მეორე ტრანზაქცია ესეთი იქნება. აუ იცი რა, მთელი ბავშვობა აი ესე მეუბნებოდნენ ოჯახში, რომ ჭიქა წაიღე, ეთებში წამოიღე, როგორ იქცევი და მაპატიე, უბრალოდ ეს გამახსენდა. და შეიძლება ვიტირო კიდეც, იმიტომ რომ მაშინ იქ და იმჟამად არ მიტირია, მხოლოდ მოვითმინე ეს, ხო? და იქით ამ ხარემაც მე შეიძლება თქვას, ან შეიძლება ის არის ინიციატორი და იმან თქვას, რომ იცი რა, მე მესვის, შენ ალბათ განერვიულებული იყავი წეღან და მე კიდე მთელი ცხოვრება ბავშვობაში ესე ვიყავი, რომ ვინც განერვიულებული იყო, ყველა ჩემზე იყრიდა ჯავს. და ძალიან მეწყინა და იმიტომ დაგიყვირე. ის გამახსენდა და რეალურად მე იმათზე ვარ ნაწყენი და არა შენზე და პირიქით მეც ბოდიშს გიხდი, რომ არ მოგისმინე, რის გამო მითხარი ეს და არ დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ მე ხო შენ გიცნობ და მე შენ გენდობი, რომ შენ ჩემი ჩაგვრა არ გინდა. მე ვიცი რომ შენ არ გინდა ჩემი ჩაგვრა. ნახეთ რამ ხელა განსხვავებაა, ხო? ოღონდ ამას გაცნობიერება ჭირდება. ეს ესე არ მიიღწევა, რომ всё, აი ტასოს მოусმინეთ ახლა და გავიგეთ, ან ციკში წავიკითხე და გავიგე, იმიტომ რომ ეს ჭიქის მაგალითია და ტრანზაქციის და ეგ ტრანზაქციები არის მილიარდნაირი. შინაარსი კი ყველგან ეს არის, რომ პირველი ყველაზე გაუცნობიერებელი შეცდომა, რასაც ადამიანები ურთიერთობებში უშვებენ, განსაკუთრებით სასიყვარულოში, მაგრამ ყველგან არის სასამართლოს თამაში. რომელიც მიანიშნებს, რომ ნამდვილი კონტაქტი ჩაიხსნა, ავთენტური, წამოვიდა ნევროტული კონტაქტი, რომელიც გვიყვება ძალიან ბევრ ამბავს წარსულზე და ძალიან ბევრ ამბავს იმაზე, რომ დღეს აქ და ამჟამად უკონტაქტობა რო წამოვიდა, რა სურს ადამიანს და რა სურს? კონტაქტი სურს. აი ამას ამბობს სასამართლო. და შედეგი რა დადგება თუ სასამართლო დროზე არ გაცნობიერდა, დამიჯერეთ არავინ დაისჯება. ცოლ-ქმარს შორის არსებულ გაუგებრობებზე და ურთიერთობებს შორის არსებულ გაუგებრობებში არავინ დაისჯება. ეს არ იქნება ნამდვილი დასჯა. შეუძლებელიც არის მან ვინმე დასაჯო. ამიტომ მე კითხვას ვსვავ ხოლმე, რომ აი თუ ნახე, რომ ძალიან პიკშია ეს წვილი მოვიდა და აი ჩემთან სესიაზე ხანდახან არის დასხდებიან და ჩხუბობენ რა და ერთი წუთით მე მომუბოდიშებ ხოლმე ბოდიში და აი თქვათ ამის ბრალია, აი პეტრეს ბრალია. რა ვქნა? დავსაჯოთ? კითხვას ვსვავ და ამას როგორც კი ვიტყვი, აი მე რას ამბობ, არა რას ქვია დავსაჯოთ, აბა რა გინდა? ნახე ნევროტიზაცია სად არის? თუ დასჯა არ გინდა და არ შეგვიძლია, მაშინ რატო ვარჩევთ, რომ ეს არის დამნაშავე? აი რას ვიღებთ აქედან, ხო? ესე იგი რაღაცა სხვა ხდება აშკარად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შეთანხმება არ ხერხდება რაღაცა საკითხზე, ესე იგი იქ ღია რაღაცა სხვა გაუცნობიერებელი საკითხი და ცდელობა უბრალოდ არის ჩვენი ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილის, რომ დაბრუნდეს კონტაქტში, რომელიც ჩაიხსნა. ну ამაზე მეტის ახლა ახსნა აქ ლაივში შეუძლებელია, ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხები, ფსიქოშემეცნებითი კურსი მაქვს 2 შაბათს და 3 შაბათს 7 საათზე. ეს ჯგუფი შეივსო და იანვრიდან კიდევ იქნება ჯგუფი და იქ ჩაეწერეთ. და დღეს არის ბოლო დღე, რომ იყოს 20%-იანი ფასდაკლება ამ ჯგუფში ჩაწერაზე, რომელიც იანვარში დაიწყება, იანვრის ბოლოს. და ასევე ვისაც კიდევ თქვათ მეტი გაინტერესებთ და ჩემთან კონსულტაცია გინდათ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ მომწეროთ პირადი მესიჯი და ჩაეწეროთ პირად კონსულტაციაზე, სადაც უკვე უშუალოდ თქვენ საკითხს დავაგვირდები. ლამას დღეს გისურვებთ, არაჩვეულებრივი ამინდია დღეს. აბა კარგად.